სენაკის რადიო. შემოდგომა, ფერადი ფოთლები, ისე შრაშუნებენ, ისე გეგებიან ფეხქვეშ, შორს, სადღაც, ზეცასთან ახლოს, ან სულაც ღრუბლებს იქეთ, შეუცნობელში მიგაქანებენ. ფიქრებს კი საზღვარი არ აქვს. ხელოვნებაა თავათები დავება. ხელოვნების ნიმუშებს კი მუზებით ქმნიან. იმ მუზებით ძველ ბერძნულ მითოლოგიას თუ დავუჯერებთ, ზევსისა და მნემოსინის საიდუმლო კავშირის შედეგად რომ გაჩნდნენ დედამიწაზე, კალიოპე, ევტერპე, მელპომენე, თალია, ერატო, პოლიჰიმნია, ტერფსიქორა, კლიო, ურანია. ეს ჰარმონიის ქალწულები დიდებული პარნასიდან აშფოთებენ შემოქმედებს, სულს უფორი აქებენ. Думарებით შემოსილი შეღამების ქნარი ქრონით იწვევს, სისპერლანდებს და ხეთში აქსოვს, ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერცალ არ მახსოვს. თუმცა საქართველოში ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი პარნასი. ეს სენაკია, სადაც დიდი გალაქტიონის მუზა, მერი შერვაშიძე დაიბადა. შენ ჯვარსი წერდი იმ ღამეს მერი იმ ღამეს მაგთვალ თაკუდომა, სანდომიანცის სელვა და ფერი, წუხარა იყო ვით შემოდგომა. სენაკელი მკვლევარი, ციცინო ყურაშვილი, საოცარ აღმოჩენაზე გვიყვება. სენაკის რადიო. მოგესალმებით, ქალბატონი ციცე, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია გიმას ვინცლოთ სენაკის რადიოს სტუდიაში. ამ შეხვედრას ველოდი ძალიან დიდხანს, იმიტომ რომ სანამ გაგიცნობდით, მე დეტალურად გავეცანი თქვენ ბლოგს უფრო სწორედ და ძალიან საინტერესო ამბები ვნახე, ამბები, რომლის მკვლევარიც გძანდებით და რომლის სათავეებთანაც თქვენ ხართ. მაგრამ სანამ უშუალოდ ამ თემატიკაზე და კონკრეტულად დღევანდელი დღის თემატიკაზე გადავიდოდეთ, მინდა საზოგადოებამ გაგიცნოთ, ვინ ბრძანდებით, რა პროფესიის ხართ, რა საქმიანობას ეწევით და სენაკში რამდენი ხანია ცხოვრობთ. მოგესალმებით თქვენ და თქვენს მსმენელს. ჩემზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი სახელოვანი ცხადია ციცინო ყურაშვილი და სენაკელი ვარ, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. ცოტა ხანი ცხოვრობდი თბილისში სტუდენტობის პერიოდი და კიდე ცოტა სხვა პერიოდი, მაგრამ ზოგადად მაინც ძირითადად მაინც სენაკი და სენაკელი ვარ. აქ ცხოვრობ ამჟამად, აქ მუშაობ, ვარ ექიმი სტომატოლოგი და დღემდე მუშაობ. რაც შეეხება იმ თემას, რაზედაც დღეს ვარ აქ მე თქვენთან სტუმრად, ამ თემაზე მუშაობა მართალი გითხრათ ძალიან დიდი ხანი არა, რაც დავიწყე, თუმცა გენეალოგიით და ზოგადად ამ თემით დაინტერესებული ვარ სტუდენტობიდან, მაგრამ ჩემი გვარის გენეალოგიით დავიწყე და შემდეგ მოხდა ისე, რომ ამ არქივებში მუშაობისას აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი საინტერესო მასალა ვნახე სენაკზე, სენაკელებზე, სხვა გვარებზე, დადიანებზე, შენგელაიებზე, ჩიჩუებზე და ასე შემდეგ. მათ შორის ჩემი გვარის შესწავლაც თავისთავად პარალელურად ხდებოდა და ამ მასალებს წესად მაქვს ასე, რომ ვინახავ, ვაგროვებ და მოხდა ისე, რომ შემდეგ ეს მასალები ძალიან გამომადგა აი ამ კვლევებისას. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პირველი რაც გავაკეთე და დავწერე, ეს იყო სწორედ შერვაშიძეების გვართან დაკავშირებით და რაც გავბედე და გამოვაქვეყნე. მანამდეც მქონდა რაღაც, მაგრამ აკავშირი შეიძლება ქონდეს შერვაშიძეების გვარს სენაკთან და როგორც სენაკელს რატომ გაინტერესებთ ეს თემა? გიტყვით, ესე იგი, თვითონ პროკოფი შერვაშიძე, ანუ ცნობილი მერი შერვაშიძის გალაქტიონის მუზის მამა, მე ვიცოდი პატა ქორდოვანიძისგან, ბატონ პატასაგან, ადრეც ვიცოდი ხა მაინტერესებდა ეს თემა და რომ სენაკში იყო დაკრძალული, მაგრამ აი სად იყო დაკრძალული? პატას ასეთი ინფორმაცია ჰქონდა,
რომ დაკრძალული იყო სენაკში ცენტრალური პარკი, სადაც არის ახლა ახალგაზრდობის სენაკელი იყო თავად? არა. მერის მამა იყო აფხაზეთის მთავართა ფუძემდებლის ქელეშბეის შვილთა შვილი. ანუ მთავრის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი იყო. მას ყავდა სენაკელი ცოლი, მეუღლე, სენაკელი თავადი, ნინო მხეიძე და იყო აქ ცხოვრობდა ერთი პერიოდი, აქ დაიწერეს ჯვარი მან და ნინო მხეიძემ და თვითონ ეს მხეიძეები ეს ტერიტორია, სადაც სენაკია ახლა გაშენებული, ძირითადად მხეიძეების და დადიანების სამფლობელო იყო. და ერთ-ერთი აქაურ როტშილდს ეძახდა ბოროზდინის სხვათა შორის ამ ნინოს ბაბუას. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ სენაკი ზუსტად აქ გაშენდა და ეს რკინიგზის სადგური აქ გაშენდა, სადაც ახლა არის და რა ვთქვათ ნოსირში და იქით. იქ დადიანებმა უარი უთხრეს და მე იმდენად ალღოიანი და ესეთი ადამიანი იყო, როგორც ჩანს, მან მისცა დაუთმო თავისი საკუთარი ტერიტორია რკინიგზის სადგურისთვის, დაუთმო რკინიგზისთვის, შემდეგ მისმა შვილებმა აი ეს ცენტრალური ადგილი, სადაც ახლა სენაკი, ქალაქის სენაკია ცენტრი, ისიც საჩუქრად გადასცეს ქალაქს და ასე რომ ფაქტიურად აქ ის სოფლური დასახლება გადაიქცა ნელ-ნელა ქალაქური ტიპის დასახლება და იქ იყო ეკლესია ცენტრში, ქალაქის ცენტრში, პატარა ეკლესია იყო და სწორედ იქ დაიწერეს ჯვარი ნინო მხეიძემ და პროკოპი შარვაშიძემ. ნუ აქედან გამომდინარე მე მოხდა ისე, რომ ჩემი კვლევით დაიბადა მერი და მისი ტყუისალი ძმა სენაკში და აი ეს როგორ მოხდა და როგორ გავარკვიე, ამას უკავშირდება სწორედ ჩემი ამ კვლევის გამოქვეყნების ისტორია. სენაკის რადიო. წელს გამოქვეყნდა აჭარელი არქივატორების მიერ ასეთი ინფორმაცია, რომ ვიპოვეთ აღმოვაჩინეთო მერის დაბადების მოწმობა თარიღი. და მათი ინფორმაციით მერი დაიბადა 1889 წლის 17 ოქტომბერს. სხვა შორის გუშინ იყო 17 ოქტომბერი. და სიმბოლურია ეს ჩვენი გადაცემაც. ასე გამოდის. ნუ ძველი სტილით მართალია, მაგრამ მაინც სიმბოლური. და მე რაღაცნაირად მახსოვდა, ეტყობა არც ისე დიდი ხნის წინ და ჩამჭა გონებაში, რომ ეს თარიღი სადღაც ქონდა ნანახი შევაშიძეებთან დაკავშირებით. ანუ მე მქონდა ამოწერილი და ნანახი ჩვენი სენაკის საკალანდარიშვილის მთაზე, არის ახლა სასაფლაო ნატოჩაოსთაზე. არის სასაფლაო მხეიძეების და იმ არქივის განხილვისას ვნახე, რომ ვიღაც იქ დაკრძალული იყო შარვაშიძე. ნუ გადავხედე ახლა იმას და ვნახე, რომ პროკოფი ლევანიძე შარვაშიძის ვაჟიშვილი ლევან შარვაშიძე ერთი თვის დაუკრძალავთ 16 ნოემბერს. ეს საფლავის ქვაზეა წარწერა? არა, ეს არის არქივში ინახება საეკლესიო არქივში ასეთი მასალები ქორწინების, დაბადების და გარდაცვალების. დაბადების აქ არ ჩანს, მაგრამ წერია იქ, რომ ერთი თვის ბავშვი გარდაცვალილა და დაუკრძალიათ აქა. ახლა რომ შევადარე, ნახეთ, ერთი თვის იყო ლევანი, რომ დაკრძალეს აქა ნატოჩაოს სასაფლაოზე და დაიბადა 1899 წლის 17 ოქტომბერს, ან 16 ოქტომბერს, ნუ ერთი თვის ზუსტად რომ ანუ რა გამოდის ახლა ისიც თუ 17-ში დაიბადა და ესეც ისინი ტყუპები ყოფილან და საერთოდ ეს უცნობი ფაქტი იყო. რა საინტერესო. ეს რომ შევადარე ერთმანეთს ჯერ ეჭვმეპარებოდა რომ ხوار ცდები, შემდეგ პაატასაც გაუზიარე ქურდოვანიძეს, მე ვფიქრე რაღაცა და ფაქტია რომ შავი თეთრზე ეს წერია ასე და ის მასალა გამოქვეყნებული იყო, სადაც იქაც წერია რომ ბათუმში მიქაელის ეკლესიაში და მოინათლა მერი შარვაშიძე 95 წელს, 1895 წელს და იქ წერია ზუსტად მისი დაბადების თარიღი, წერია მონათვლის თარიღი და ვინ იყო ნათლიები და მამა ვინ იყო და დედა. ანუ ეს ინფორმაცია უზუსტესია და აღთხოვანები წერდნენ, რომ ეს ვიპოვეთ, აი მერის დაბადების თარიღი და
ჩვენთვის საინტერესო ის იყო, რომ მერის და მისი ძმის დაბადების თარიღი ემთხვეოდა ერთმანეთს და ამით გაირკვა, რომ ეს მერის ყავდა ტყუპისცალი ძმა, რომელიც გარდაიცვალა და ესე იგი ამ ფაქტის დამტკიცების უკან გახართ თქვენ? ხო, ასე გამოდის. ანუ ამით დამტკიცდა, რომ მერი ნამდვილად დაიბადა ამ რიცხვში. თუმცა სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში ასეთ რაღაცებს მოიხსენებდნენ, რომ ზოგან წელი 1898 წელსაა დაბადებული, ზოგან 1895 წელს დაბადებული და ამ დროს 95 წელს ვერ იქნებოდა დაბადებული, იმიტომ რომ 91 წელს ცნობილი ფაქტია და დოკუმენტურად დადასტურებულია მისი კიდე ტყუპისცალი დებია დაბადებული, მისი უმცროსი დები. ყველამ იცოდა, რომ მას უმცროსი დები ყავდა 91 წელს დაბადებული. და ტყუპები იყვნენ. ტყუპები იყვნენ ისინიც. ანუ ესეც არაპირდაპირ. გარდა ამისა, რომ მივყევი ამ კვლევას, კიდევ აღმოჩნდა ერთი ფაქტი, რომ კიდევ ერთი ვაჟიშვილი შეძენია პროკოფი შარვაშიძეს, გიორგი დაარქვა სახელი და ისიც გარდაცვლილა 1 წლისა. და ისიც იქაა დაკრძალული ნატოჩაოში, ანუ საკალანდარიშვილო სასაფლაოზე. საბოლოოდ მერე პროკოფიც იქ დაკრძალეს და თუ დაიბადა მერის სენაკში, თუ დაიბადა ამ და ამ რიცხვში და ერთ თვეში ბავშვი დაიკრძალა სენაკში, მე არ მგონია, რომ ისინი სხვაგან დაიბადნენ სადღაც და ერთი თვის ბავშვი გადმოასვენეს და ან წამოიყვანეს და ან რაღაც ძალიან დიდი. იმ რეალობაში მაინც ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა. ნაკლებად. ყველა მით უმეტეს რომ პროკოფი ცხოვრობდა და მუშაობდა, ასე კი ყარსის ბატალიონში, იქ ციხესიმაგრეში არტილერისტი. შემდეგ გადმოიყვანეს ბათუმში, მაგრამ ბათუმში გადმოიყვანეს მერის დაბადების შემდეგ და სავარაუდოდ ძველად კიდევ სამეგრელოში იყო ასეთი ტენდენცია კი არა, ეხლაც არის სოფლიოში, რომ პირველად მშობიარობენ ქალები დედმამის სახლში. სავარაუდოდ ახლა ესეთი მდიდარი ოჯახის შვილი, სადღაც გიუმრიში და ყარსში არ წავიდოდა ორსული ქალი. სავარაუდოდ აქ მისი მშობლების სახლში, აქედან კიდე დასკვნა ის არის, რომ ფიქრობ აქ დაიბადა მერი და მერი აქ გაიზარდა, აქ ცხოვრობდა კარგი ხანი, შემდეგ უკვე ბათუმში ცხოვრობდნენ და სადღაც 1907 წლის მერე, როდესაც უკვე მამამისი აირჩიეს რუსეთის დუმის დეპუტატად, შემდეგ პეტერბურგში ცხოვრობდნენ, ასე რომ აი ეს პერიოდი ძირითადად მე მიმეცნია, რომ სენაკში აქვს გატარებული და ბათუმში. სენაკის რადიო. მაინტერესებს შემდეგ თუ ჩანს მერის კვალი სენაკში. როგორ არა ჩანს, მერის ძალიან ხშირად ჩამოდიოდა სენაკში და მას ყავდა დედის ძმის შვილები, ალექსანდრე მხეიძე, რომლის შვილი მარინა მხეიძე იხსენებს და არის ინტერვიუები მასთან და ქურდოვანიძეს კიდე სხვებსაცაა. პაატა ქურდოვანიძეს ხშირად ახსენებთ, ეს მე ვფიქრობ, რომ სენაკელი ყველასათვის პატივსაცემი გოროხი პიროვნება. და პირველად ამ თემაზე სწორედ პაატა ქურდოვანიძე წერდა და აი მარინა მხეიძე ასეთ რაღაცას ამბობს, რომ ჩემი მშობლები ძალიან სტუმართმოყვარეები იყვნენ და ხშირად სტუმრობდნენ ჩემს მშობლებს პეტერბურგიდან მისი პროკოფი და მისი ოჯახი. არის წერილები შემორჩენილი, სადაც წერს ასეთ რაღაცას თვითონ მერი, რომ მერის დიშვილები ყავდა ემიგრაციაში მასთან ერთად, მან გაზარდა გარდაცვლილების შვილები. და აი მერის დიშვილების ბედი რადგან არ წუხებდა, ასე რამეს წერდა, რომ ძალიან მენატრებით თქვენ და ჩემი სამშობლო, ჩემ სულს ძალიან მენატრებით თქვენო და რომ არა ჩემ დიშვილებზე ზრუნვა და შიში, მე დიდი ხნის ჩამოსული ვიქნებოდი სამშობლოშიო. მე ვფიქრობ, რომ მერის აქაური სიყვარული სწორედ სენაკის, სამეგრელოს სიყვარული ჰქონდა, აქ გაზრდილი რო იყო თავიდან. ყოველ შემთხვევაში ორივე ბებია მისი, მას მარიამი ერქვა, ორივე ბებიას მარიამი ერქვა. ნათლობის სახელი იყო მარიამი და ორივე ბებია აქ ცხოვრობდა, მისი დედის ოჯახი აქ იყო და თავისთავად არ არის გასაკვირი და რომ აქ გაზრდილი იყო და აქაური სული ჰქონდა შეთვისებული. ტრადიციები და განათლება თავისთავად ახლა ბათუმში, ალბათ შემდეგ უკვე პეტერბურგში მიიღო. იცით, რომ ფრეილინა იყო იმპერატრიცას, რუსეთის ბოლო იმპერატრიცას. სენაკის რადიო.
საინტერესო ეს ფოტო აქვს რუს ჟურნალისტს გამოყენებული, არ ვიცი საიდან აქვს და ამ ფოტოზე მთელი ოჯახია ასახული და ფოტოს აწერია ასეთი რამ 1915 წელსაა გადაღებული ქუთაისში. სინამდვილეში გარდაიცვალა პროკოფი შერბაშიძე 1914 წლის 31 დეკემბერს და დაკრძალეს 4 იანვარს 1915 წელს. ანუ ეს ფოტო გადაღებულია 1914 წელს სავარაუდოდ და არის უკან ესეთი ხის ღობეები. მე ვფიქრობ ეს ფოტო სენაკშია გადაღებული, დარწმუნებული და მეტი არც უცოცხლია მას და ჩამოსულები იყვნენ სენაკში. ალბათ აქ ან უკვე სტუმრობდნენ, იმიტომ რომ მუდმივ საცხოვრებლად უკვე პეტერბურგში იყვნენ გადასულები, იმიტომ რომ ორგზის დეპუტატი იყო რუსეთის დუმის და მაინც სენაკში. კი, სენაკში ბოლოდ აქ გარდაიცვალა. აქ ავადმყოფობით აქ გარდაიცვალა და აქვე დაკრძალეს, როგორც გითხარით ადრე. რამდენად იცის საზოგადოებამ სენაკელებმა ამ ფაქტის შესახებ? ეს თავისთავად უცნობი ფაქტი იყო, იმიტომ რომ თავიდან გითხარით, რომ ასეთი ინფორმაცია იყო თითქოს სენაკში, აქ ცენტრალური პარკი რო იქ იყო დაკრძალული თითქოს პროკოფი შარვაშიძე და აკაკი წერეთლისიძე კიდევ დის ქმარი. ამ თემაზეც აუცილებლად ვისაუბროთ უკვე შემდეგ. მაგრამ ამ საბუთები აღმოჩნდა, რომ დაკრძალული კი არ იყო აქ მდგარ ეკლესიაში იქნა წესი აგებული პატივით, იქნა აქ ყველანაირი საეკლესიო რიტუალი შესრულებული და შემდეგ დაკრძალეს მისი ორი ვაჟიშვილის გვერდით. ხო და ეს ჩემი აი ამ ცოტა ესეთი სიტყვა აღმოჩენა და ამდენად ხოლოდ ამ დროს გაიგო, მე მგონი სენაკელებმა ამ დროს გაიგეს და მქონდა გამოხმაურება ამის თაობაზე, რომ რა საინტერესოა და რა კარგია, რომ მე ჩვენი თანაქალაქელი ყოფილა და ასე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიამაყეა ამ სოფლიოში აღიარებული პოეტის, ჩვენი სიამაყის გალაქტიონ ტაბიძის მუზა თუ სამეგრელოში დაიბადა. ეს რა თქმა უნდა ორმაგად და მით უმეტეს სენაკში როცა დაიბადებული, ძალიან დიდი სიამაყეა ყველაფერთან ერთად. ძალიან ლამაზია მე დამეთანხმებით. არა მარტო გალაქტიონის მუზა საველისორი მიიღო ძალიან ცნობილი ესეთი მხატვარი, მისი ნახატებიც არის სხვა ნახატებიც, შანელის მოდელი რო იყო ცნობილია, მაგრამ მაინც მინდა ის აღნიშნო, რომ ყველაზე მთავარი რა იყო საინტერესო და რატო იყო მერი, იყო არაჩვეულებრივად ლამაზი და გარდა სილამაზისა ჰქონდა უჩვეულოდ დახვეწილი მანერები, განათლება უაღრესად ესეთი მნიშვნელოვანი და ძალიან დაფასებული იყო ძალიან თბილი ადამიანი და თავმდაბალი. მას რამდენჯერაც უთხრეს, რომ აი გალაქტიონ ტაბიძემ შენ მოგიწყნეს ლექსიო, სულ უარობდა, რომ მე არა, სხვა ალბათ იტყოდა, რომ ხო აი კი და შეიფერებდა, არა, ყოველთვის უარობდა, რომ მე არ ვიცნობდი გალაქტიონს. 1915 წელს გამოქვეყნდა გალაქტიონის მერი და მერი გათხოვდა 1918 წელს. ჯარი დაიწერა 1918 წელს გიგუშაევის თავზე ქუთაისში, წმინდა გიორგის ეკლესიაში და ეს მე ვფიქრობ ასეთ რაღაცას, რომ ადრე გითხარით, პროკოფი გარდაიცვალა 1914 წლის დეკემბერს 21 და 15-ში დაკრძალეს, ხო? 1915 წელს ფაქტიურად მერი ჩამოსული იყო, ფრეილინა იყო უკვე. ჩამოსული იყო ულამაზესი ქალბატონი და რა თქმა უნდა ქუთაისში ნათესავები ყავდა, უკვე მხეიძეები იქაც ცხოვრობდნენ, აქაც იყვნენ და კი დაკრძალეს აქ, მაგრამ სავარაუდოდ ქუთაისშიც იქნებოდა ალბათ. და ალბათ იმისა, რომ გალაქტიონი ნახავდა მერეს იყო ძალიან დიდი 1915 წელს ნახავდა მას გალაქტიონი. სენაკის რადიო მიჭირავს ძალიან საინტერესო მასალა თქვენი კვლევები. წარმოუდგენლად ბევრი ფოტოთი. ეს არის მისი მეუღლე, მერის მეუღლე, გიგუშა ერისთავი, რომელზეც ჯვარი გაიწერა ქუთაისში 1918 წელს. შემდეგ უკვე ცოტა ხანი ცხოვრობდა და შემდეგ უკვე ემიგრაციაში წავიდა ჯერ სტამბოლში, შემდეგ უკვე საფრანგეთში და იქ ცხოვრობდნენ სიცოცხლის ბოლომდე. აი ამ ფოტოზე რას მეტყვით? ეს არის მერი შარვაშიძე, ანუ ერისთავების საძვალეა საფრანგეთში, სენ-ჟენევის დე ბუას სასაფლაოზე და არა ლევილში.
ეს არის სხვა სასაფლაო, ეს არის რუსი ემიგრანტების სასაფლაო და აქ დაკრძალული არიან მერი, მისი მეუღლე, მერის დედა და გიგუშა ერისთავის ძმა, ისიც გენერალ-მაიორი იყო ჯერ რუსეთში, შემდეგ უკვე საქართველოში ქართული არმიის გენერალ-მაიორი იყო გიგუშა. და ემიგრაციაში გარდაიცვალნენ და იქ დაიკრძალნენ თავისთავად. სენაკის რადიო. ისო სენაკში გადმოვინაცვლოთ. საინტერესოა, თუნდაც აი მაგალითად მკვლევარებისთვის, თუნდაც ლიტერატურული კუთხით, შემოქმედებითი კუთხით, თუნდაც სუთა მატერიალურად და ტექნიკური კუთხით, ვთქვათ ასე ვთქვათ, რამდენ მნიშვნელოვანია, რომ სენაკში ეს სასაფლაო შესაბამისად იყოს დაფასებული, შესაბამისად იყოს ასე ვთქვათ ყურადღება მიქცეული. ეს მამა და ორი ძმა დაკრძალული აქ. და ესენი დაკრძალული არიან მხეიძების საგვარეულო სასაფლაოზე. იქ არიან დაკრძალული კიდე თავადი მხეიძე, რომელიც სენაკის თავადაზნაურთა წინამძღოლი იყო ჰარნაუზე და ასევე მერის ბიძები. და საინტერესო ის არის, რომ ზუსტი ადგილი ჩვენ ვერ დავადგინეთ. უпростоრად იქ იმდენად უკვე ძველია სასაფლაო. ძველია, იმდენად ძველია, რომ ის ტერიტორია გადავსებულია და მიახლოებითი ადგილი ვიცით, მაგრამ ახლა უკვე იმის შეცვლა რა. იდენტიფიცირება თუ შეიძლება აი ამ ადგილების სავარაუდოდ მაგალითად. სავარაუდოდ კი იქვეა მიმდებარედ და სწორედ იქ სადაც ეს მხეიძები იქვე არიან ისინიც დაკრძალული და ჩვენ იქ გავაკეთეთ მისანიშნებლად ჩვენი სენაკი არის ასეთი ორგანიზაცია და ახალგაზრდების ინიციატივა იყო სხვადასხვა რომ რაღაცა გაგვეკეთებინა და ჩვენი ძალებით რაც შეძელით ეს იყო რომ გავაკეთეთ სტელა წარწერით სადაც მინიშნებულია რომ აქ განისვენებენ პროკოფი შევიაშვილი და მისი ორი ვაჟიშვილი და ამდენი წლის მერე მერის და მისი მამის და მისი ძმების სახელზე პანიშვილი გადაიხარა მამა ავგუსტინემ მას ძალიან დიდი მადლობა და მხარში დავედგა ამ საკითხში ძალიან. ვფიქრობ, რომ ამ ძალიან საინტერესო ფაქტის შესახებ სკოლის მასწავლებლებმაც უნდა იცოდნენ, რომლებიც გალაქტიონს ესეთი ძალიან ცივი პათოსით და შთაგონებით ასწავლიან მოსწავლეებს და ვფიქრობ, რომ თუ ისტორია ხელშესახებია, ის ორმაგად პატივსაცემია და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ადამიანებს, რომ აი ჩვენგან წასული გენიოსები, გენიალური ადამიანები და ესეთი საოცარი მუზეები ძალიან დიდხანს გვახსოვდეს. ამ მიმართულებით თუ არის სენაკში რაიმე ესეთი კონკრეტული ნაბიჯები? კი, ზუსტად მამა ავგუსტინეს თხოვნით სასულიერო სკოლაში მიგვიწვიეს, ვიყავით მე, დიშერ ბალათურია და ბატონი პაატა ქორდოვანიძე და ზუსტად ამ თემაზე, ამ საკითხზე, მერიზე, ბავშვებმა ლექსების წაიკითხეს გალაქტიონის, კიდე სხვა ლექსები რაღაცა და ძალიან საინტერესო საღამო გამოვიდა ჩემი აზრით და ამაზე იყო ინფორმაცია. ქონდა მე ჩვენ სურვილიც, მაგრამ რაღაცა მე რაღაცნაირად სხვა სკოლებთან არ ქონია ამ თემაზე საუბარი, თუმცა ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი და პირიქით მოხარული ვარ თუ დაინტერესდებიან და უფრო ისე ხელშესახებად გავაცნობთ მათ ამ თემას და აი იამაყები, მე მაგალითად მიამაყება, რომ მერის ფესვები სენაკშია. რა თქმა უნდა, ჩვენს და სენაკის რადიო აუცილებლად იქნება აი ამ ძალიან საინტერესო საქმის გვერდში. დიდი მადლობა თქვენ, რომ მომეცით საშუალება კიდევ ერთხელ შევახსენო სენაკელებს და გალაქტიონის და მერის მოყვარულებს და ანუ იმ ადამიანებს, ვისაც ეს თემა აინტერესებს, კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მერის შეუსრულდებოდა გუშინ 126 წელი დაბადებიდან და რომ მისი ფესვები სენაკშია და რომ რა ვიცი დარწმუნებული ვარ, რომ სენაკში კიდევ დაიბადებიან ასეთი ადამიანები, არა მარტო ლამაზები და არისტოკრატიულები და დახვეწილები და განათლებულები, არამედ ისეთი პიროვნული ღირსებებით შემკულები, როგორც მერი შერვაშიძე იყო. აუცილებლად ესე იქნება, რადგან ჩვენი ფესვები გვასაზრდოებს ყოველთვის. უღმესი მადლობა. მადლობა თქვენ. პარნასზე მობინადრე 9 მუზა დღემდე უფორიაქებს გულსა და გონებას შემოქმედებად დაბადებულებს. თუმცა საქართველოში ერთ-ერთ პარნასზე გალაქტიონმა მერი იპოვა. მაია ყუბელაძე სპეციალურად სენაკის რადიოსთვის.